თბილისის კომპოზიტორთა კავშირის სახლი დღის ბოლოს თითქოს უნდა იკეტებოდეს და იქიდან არც მუსიკის და არც სხვა ხმა უნდა გამოდიოდეს. მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაზე ხმაურიანი საათები შენობაში სწორედ ღამით იწყება, როდესაც კომპოზიტორთა სახლიდან მუსიკის ხმაც გამოდის და კიდევ სხვა რამისაც. ეს სხვა რამე კი, როგორც ჩანს, პროსტიტუციაა, რომელშიც სავარაუდოდ არასრულწლოვანი გოგონებიც არიან ჩართული. ყოველ შემთხვევაში ასე თვლის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ამის დამადასტურებელი ფარული მასალაც გააჩნია. ღამის 12 საათიდან სტუმრებს აღმაშენებლის გამზირზე კომპოზიტორთა კავშირის შენობის პირველ სართულზე ელოდებიან. არაბული ღამის კლუბი დისკო ბეირუთი უკვე 2 თვეა ფუნქციონირებს. ადგილზე კურიერის გადამღებით ჯგუფის მისვლის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახა. ობიექტი დაიხურა. დაცვის პოლიციის გამოძახება აღმაშენებლის გამზირზე მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რუსთავიორის გადამღებმა ჯგუფმა ეს დაწესებულება გადაიღო. ამ დაწესებულების კარი ახლა გაურკვეველი დროით დაიხურა. კითხვაზე რა ხდება ღამე კომპოზიტორთა სახლის შენობაში, სადაც დღის განმავლობაში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, ბარის თანამშრომლები არ პასუხობენ. კამერების გამოჩენისთანავე დაწესებულებას მომსახურე პერსონალთან ერთად აქ მოსული სტუმრებიც ტოვებენ. აქ მუშაობ? გასაკეთებ აქ? დაწესებულება გიყავ. რაც აწერია გარეთ. რაც აწერია არაბულ კლუბ დისკო ბეირუთთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელს. გიორგი ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ უცხოელ სტუმრებს ბარის ადმინისტრაცია ქართველი ქალბატონებით, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონებით მომსახურებასაც სთავაზობს. ბურჯანაძე შესაბამის ფარულ ვიდეო ჩანაწერსაც ავრცელებს. თვითონ გოგო ბუშევის ხოს რა. არასრულწლოვანი? კომენტის რახევაზე რომ მოვიდა ფონალა. რომელიც გასულ ჩილი უფრო დროს მოხდა. გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას ფარული ვიდეო ჩანაწერი უკვე გადასცა. უფლებადამცველი ახლა რეაგირებას შესაბამისი უწყებისგან ელოდება. ეს დარღვევა არსებობს, აღიარებს თვითონ მთავარი თანამშრომლები, რომ ნამდვილად ადგილი აქვს იქ 13-14 წლის გოგოების სტუმრობას და შემდგომ უკვე ეს სტუმრობა რაში გადადის, ეს საზოგადოებამ ყველამ კარგად იცის. ღამის კლუბებში ხდება ქართველი ქალების ექსპლუატაცია, დავარქვათ, რაც გვინდათ, რა გინდა დავარქვა, უფლებების შემლახველი. მოხდა რეაგირება. დღეს გამარებით ვიცი, რომ მიმდინარეობს საქმის შესწავლა. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ღამის კლუბში ეგრეთ წოდებული ბორდელი ფუნქციონირებს, ადგილობრივებს არ აქვთ, თუმცა ადასტურებენ, რომ დისკო ბეირუთთან ხმაური მუდმივად არის. რა ბიზნესი აქვს ამისთანა? მით უმეტეს ახალგაზრდები ჩამოდიან, გასართობად ჩამოდიან. იმ სასტუმროში რითირთობდნენ, ჩემთან დანახეთ. ნუ აქვს რაღაცა ბიზნესი და დადიან, ნუ. რა ბიზნესი აქვს თქვენ გაიც? კაფე, ბარი, ოფისი, რა ვიცი, ყველაფერი. ისებში ახლა ხმაური არის რა. თანხმამაღლა ლაპარაკობენ, გეგონება უდაბნოში არის. გადასცემს აღნიშნულ ფართს კაფე, ბარის გასახსნელად. რა ხდება დისკო ბეირუთში ღამის საათებში? არა აქვს ინფორმაცია კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელს. კახა ცაბაძე აცხადებს, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია და რამდენიმე თვის წინ სწორედ უწყების თანხმობის შემდეგ $5,000 გააქირავა. ფირმის ფლობელი არაბი ბიზნესმენია. კახა ცაბაძემ დღეს იმ ხელშეკრულების პირობებზეც ისაუბრა, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა. ჩემი ინფორმაციით აქვთ კაფე, ბარი, როგორც არის, და აქვთ ესეთი ღამის საღამოს საათებში მუშაობენ. არც ვიცი და სიმართლე გითხრათ, მე ხელშეკრულებით გავეცით და ეხა ყველა მას ხარ დაუწყებ დევნას ყოველ საღამო რა ხდება შიგნით. და არ ღვევენ კანონს და ხო გეუბნებთ ისევ აგონ პასუხი. დისკო ბეირუთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. ჯერჯერობით სამინისტრო იმ მასალას სწავლობს, რომელიც უწყებას არასამთავრობო ორგანიზაციამ გადასცა.